გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გურიაში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა ფერმერებისგან გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა ასევე დაათვალიერა თაფლის საწარმო, საკალმახი მეურნეობა და ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. დავით სონღულაშვილი გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული სატყეო სააგენტოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისებშიც იმყოფებოდა. ნინი ჩუბინიძე გიამბობთ. ოზურგეთის სოფელში მდებარე ვაკიჯვრის საკალმახე უკვე წლებია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიაში, რომელიც წელიწადში დაახლოებით 200 ტონა კალმახს აწარმოებს, 40 ადამიანია დასაქმებული. წლების განმავლობაში კომპანიამ პროექტით შეღავათიანი აგროკრედიტი არაერთხელ ისარგებლა. დავამატეთ ზუთხის წარმოება, რომელიც დაახლოებით ამ წუთად ჩვენ ვყავს 7-8 ტონის ფარგლებში. უპროცენტო სესხი თუ არსებობდა, მანამდე მე არ მეგონა, მაგრამ ძალიან დადებითად და ძალიან კარგად მოვიხმარეთ. საკალმახე მეურნეობის გარდა გურიის რეგიონში დავით სონღულაშვილმა ის საწარმოები დაათვალიერა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებით არაერთხელ ისარგებლეს. მათ შორისაა სოფელ აკეთში მდებარე საფუტკრე მეურნეობა და ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. მაქვს ხელოვნური ფიჭის საამქრო, მაქვს ხის დამამუშავებელი საამქრო. დახმარებები ნამდვილად ორი მაღალი კლასის სტანდარტის შენობა, რაც შევიკეთე და ნაწილობრივ ინვენტარიც შევიძინე. ვისარგებლეთ შეღავათიანი აგროკრედიტით და ასევე სახელმწიფო გრანტით. შევიძინეთ ახალი დანადგარები, ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები და დავნეგეთ ახალი ტექნოლოგიები. მინისტრი დღესვე გურიის სატყეო სამსახურისა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. სატყეო სამსახურის განახლებული ოფისი, სადაც 80 ადამიანია დასაქმებული, რეგიონის 184 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კი, რომლის მთავარი ფუნქცია ბრაკონიერობასა და ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა, წლის ბოლოს ახალი ოფისი ექნება. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, დაინტერესდა ჩვენი საჭიროებით და რეგიონში არსებული გამოწვევებით. მინისტრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ვიგრძენით. დღეს მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩვენ საქმიანობას. გავაცანით სამომავლო გეგმები. განსაკუთრებულად რთული საქმიანობის შესრულებისას გამოიყენება წახალისების ფორმებიც, რაც უდაოდ ზრდის ჩვენ მოტივაციას ამ სფეროში. გურიის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრისას მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი აგროწარმოების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რითაც ფერმერებს სამინისტრო მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამებით უწყობს ხელს. შეიქმნას არა მხოლოდ პირველადი წარმოებები, არამედ პირველადი პროდუქციის წარმოება, არამედ გადამამუშავებელი წარმოებები, რადგან ეს ხელს უწყობს რეგიონებში რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას, რაც ცალსახად არის ფუნდამენტი იმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები და შემდგომში რა თქმა უნდა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მხოლოდ გურიის რეგიონში 13 საწარმო შეიქმნა. აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა. მეთევზეობის განვითარების მიზნით კი 2013 წლიდან გურიის რეგიონში 20 მილიონი ლარის ღირებულების სესხი გაიცა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 2 მილიონი ლარია.